გრძნობთ ამას ნოსტალგია. PlayStation-მა დაამტკიცა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინაა შენი კონკურენტი, მთავარია მონდომება, ბიზნესკენ სწრაფვა და ადეკვატური ფასი. ინდუსტრიაში სადაც დომინირებენ Sega და Nintendo, წარმოუდგენლად ჟღერდა ვინმე ახალის გამოჩენა, მაგრამ Sony-მ დაამტკიცა, რომ ახალბედასაც შეუძლია მოკლე დროში ოლიმპოს მწვერვალზე აღზევება. მოდით ერთად გადავეშვათ წარმოსახვდი დროის მანქანით წარსულში, მეხუთე თაობის კონსოლების ეპოქაში და ერთად ნახოთ, რას თამაშობდით, რატომ გვიყვარდა, რატომ უღალატა Nintendo-მ Sony-ს, რა გახდა Sega-ს მარცხის მიზეზი, ვისთვის იყო ეგრეთ წოდებული შავი PlayStation-ი და როგორ გახდა Sony მეხუთე თაობის კონსოლების გამარჯვებული. ეს რეტრო დილეტანტის არხია. მოთავსვის კომფორტულად და დავიწყოთ. რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს, PlayStation-ის ისტორია Nintendo-ში იწყება. პირველი თანამშრომლობა იყო Super Nintendo-ს აუდიო ჩიპის შექმნა, რომელსაც თვითონ PlayStation-ის მამა კენ კუტარაგი ხელმძღვანელობდა. Sony სათაო ოფისმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და ამ პროექტის გამო კინაღამ დაკარგა სამსახური კიდევაც კუტარაგიმ, მაგრამ Sony მაშინ საერთოდ არ ფიქრობდა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში შესვლას. ის უფრო ასოცირდებოდა საყოველთაო და აუდიო ტექნიკასთან, მაშინ როცა თამაშების ბაზარი ორი გიგანტის, Nintendo-სა და Sega-ს ჩრდილში იყო. ყველაფერი შეიცვალა, როცა Nintendo-მ სთხოვა Sony-ს შეექმნა CD დისკების წამკითხველი Super Nintendo-სთვის. მათი თანამშრომლობის შედეგი იყო პროტოტიპი Nintendo PlayStation. თუმცა საბოლოოდ Nintendo-მ ხელახლა გადაამოწმა ხელშეკრულება და გააუქმა იგი, რადგან არ სურდა საავტორო უფლებებისა და შემოსავლების გაზიარება Sony-სთან. 200 ერთეული დამზადდა კიდეც, საიდანაც ერთი 2020 წელს $360,000 გაიყიდა. ამის შემდეგ Sony-მ პარტნიორობას იწყებს Philips-თან, მაგრამ ისინიც ღალატობენ, იპარავენ ტექნოლოგიას და ქმნიან საკუთარ კონსოლს, Philips CDI. ასე მოტყუებულმა და გაბრაზებულმა Sony-მ გადაწყვიტა საკუთარი კონსოლის შექმნა. უმეტესეს ამისთვის ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ. სათავეში რა თქმა უნდა პროექტს კენ კუტარაგი ჩაუდგა. სწორედ მისი ინიციატივით Nintendo-სთვის შექმნილი CD დისკების წამკითხველი და 3D გრაფიკის ამაჩქარებელი გამოყენებული იყო PlayStation პირველში. კენ კუტარაგიმ ჩამოაყალიბა და გაავრცელა იდეა, რომ კონსოლი ეს არ არის უბრალოდ თამაშების წამკითხველი. ეს არის მულტიმედიური კომბაინი. PlayStation პირველზე შეგიძლიათ მოგესმინათ მუსიკას, გეყურებინათ ფილმებს, მისი magnum opus-ი PlayStation 3-ია. თუ გაინტერესებთ ამის ისტორია, ვიდეო იხილეთ არხზე, შესაბამისი სათაურით. Nintendo-s ისტორია ამით რა თქმა უნდა არ მთავრდება. Sony-სთან კონტრაქტის დარღვევის შემდეგ ისინი ხელშეკრულებას აფორმებენ Philips-თან, თუმცა მალევე მათთანაც წყვეტენ თანამშრომლობას. განსხვავებით Sony-სგან, Philips-მა მოიპოვა საავტორო უფლებები Nintendo-s ორ ყველაზე ცნობილ სერიალზე, Mario და Zelda. რის შედეგადაც მივიღეთ ამ სერიების ყველაზე არაპოპულარული და ცუდად მიღებული ნაწილები, რომლებიც გამოვიდა მხოლოდ Philips CDI-ზე. ორივე მსხვილ კომპანიასთან კონტრაქტის გაუქმების შემდეგ Nintendo-მ ჩაიქნია ყველაფერზე ხელი და გადაწყვიტა მის შემდეგ კონსოლში Nintendo 64-ში კარტრიჯების გამოყენება, რითაც გაურთულა ცხოვრება ყველას, ვისაც მათ კონსოლზე თამაშის გამოშვება სურდა. რადგან კარტრიჯის მოცულობა 64 მეგაბაიტი იყო, იმ დროს, როცა PlayStation-ის CD დისკები 700 მეგაბაიტს იტევდა. რაც დაახლოებით 10 ჯერ მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ PlayStation პირველზე შეეძლო დაემატებინათ სრულმეტრაჟიანი კასცინები, ხმოვანი დიალოგები და მაღალი ხარისხის მუსიკა, ხოლო Nintendo-s დეველოპერები ებრძოდნენ ბაიტების ნაკლებობას. სწორედ ეს განსხვავება გახდება მიზეზი, რის გამოც Square Enix-ი, Capcom-ი და სხვა მსხვილი მწარმოებლები ვარს იტყვიან Nintendo-s კონსოლზე, რადგან ფიზიკურად შეუძლებელი იყო მათი თამაშების დატევა 64 მეგაბაიტიან კარტრიჯზე. Sega უკეთეს სიტუაციაში არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა Sega CD დანამატი კონსოლზე, რომლის საშუალებითაც მას შეეძლო CD დისკების წაკითხვა, რაც 700 მეგაბაიტამდე ზრდიდა მოცულობას, თვითონ კონსოლის არქიტექტურაში გარკვევა იყო ძალიან რთული, რის გამოც სამგანზომილებიანი გრაფიკის ასახვა მასზე ძალიან პრობლემატური იყო და შესაბამისად არაპრიორიტეტული. 700 მეგაბაიტი Sega-s წინა კონსოლის გამოსვლის დროს უზარმაზარი მოცულობა იყო და დეველოპერებმა უბრალოდ არ იცოდნენ სად წაეღოთ ბაიტების ასეთი რაოდენობა, რის შედეგადაც მივიღეთ თამაშების ახალი მეთოდი. ინტერაქტიული ვიდეო, ანუ მთელი დროის განმავლობაში უყურებდით დაბალი ხარისხის ვიდეოს და რაღაც მომენტში ხილაკების დაწოლა იყო საჭირო. 93 წელს არკადული კომპიუტერებისთვის გამოშვებული თამაშის Dragon Slayer-ის ერთგვარი სულიერი შთამომავალი იყო, მაგრამ მისგან განსხვავებით Sega-ს ძლიერი კონკურენტები ჰყავდა. PlayStation პირველი ფაქტიურად
ერთადერთი მოწყობილობა იყო ბაზარზე, რომელსაც 3D გრაფიკის ადეკვატურად ასახვა შეეძლო. მაშინდელი კომპიუტერები სამგანზომილებიან გრაფიკას საერთოდ ვერ ამუშავებდნენ. 3D FX ჩიპი მათთვის 3 წლის შემდეგ 97-ში გამოვა. Nintendo-ს შემდეგ კონსოლამდე ჯერ შორია, ხოლო Sega-ს არქიტექტურაში გასარკვევად ძლიერი, სურვილი და ნიჭი იყო საჭირო. ანუ მივიღეთ ერთადერთი კონსოლი სამგანზომილებიანი გრაფიკით, CD დისკების წაკითხვის შესაძლებლობით, რომელსაც მუსიკის და ფილმების აღქმა შეუძლია. ფაქტიურად Sony-ს კონსოლი განწირული იყო წარმატებისთვის, მაგრამ არის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის ახსენებაც დანაშაული იქნებოდა. 1993-ში Sony-მ გამოაცხადა, რომ ბაზარზე უშვებს ახალ მოწყობილობას მათი ბრენდის ქვეშ. ეს იქნება სათამაშო კონსოლი და გამოვა 94 წლის სექტემბერში, ანუ 1 წლის შემდეგ. Sega, რომელსაც ეგონა, რომ 94-ში მარტო იქნება მაღაზიების თაროებზე, თავისი Sega Saturn-ით პანიკაში ვარდება. Sony ანადგურებს ყველა კონკურენტს მისი PlayStation-ით, 700 მეგაბაიტიანი დისკები, რევოლუციური აუდიო ჩიპი, სრულფასოვანი ვიდეო და თამაშების წაკითხვის შესაძლებლობა. თამაშის მწარმოებლების მხარდაჭერა და არნახული იმ დროისთვის გრაფიკა. მათი დემო ვიდეოები კი წარმოუდგენლად გამოიყურებოდა. Sega ამას შეხედა, დაფიქრდა და დაიწყო პრაგმატულად, გაორმაგებული ძალებით იდიოტური გადაწყვეტილებების მიღება. პირველი იყო Sega Saturn-ში კიდევ ერთი პროცესორის დამატება სამგანზომილებიანი გრაფიკის დასამუშავებლად, რაღაცნაირად რომ გაეწიათ კონკურენცია Sony-სთვის. რის შედეგადაც ერთეულებმა თუ გაერკვიეს Sega-ს რთულ არქიტექტურაში და შეძლეს რაღაცის გამოშვება ამ კონსოლზე. საპირისპირო ბანაკში კი იყო მარტივი და ადვილად ათვისებადი PlayStation-ი მარტივი ინსტრუქციებით. ამას დაემატა იაპონური და ამერიკული ოფისების კონკურენცია, რაც გამოიხატებოდა გადაწყვეტილების მიღების შეთხვუდვასა და მარკეტინგის წარმოების სტრატეგიაში. იაპონიაში განლაგებულ SATA ოფისს არ მოსწონდა, რომ მათი კონსოლი ამერიკაში უფრო პოპულარულია ვიდრე მართლმადიდებლურ იაპონურ ბაზარზე. მაგრამ Sega-ს ერთი კოზირი მაინც ჰქონდა ხელში. ეს იყო არკადული თამაშები, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო იაპონიაში, მაგრამ მათი მზე უკვე ჩადიოდა. კონკურენციას ვერანაირად უწევდნენ ახალ ძიმე და სიუჟეტურ თამაშებს, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. Saturn-ი იაპონიაში გამოვიდა 93-ში, PlayStation-ზე 1 წლით ადრე და შესაბამისად იაპონურ ბაზარზე თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ Sony გაყიდვებით მაინც უსწრებდა, ხოლო ამერიკაში ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. მეტი თამაშები მოამზადეს, მარკეტინგის სტრატეგია შეიმუშავეს და მზად იყვნენ ებრძოლათ მოთამაშეების ჯიბეებისთვის. მაგრამ 1994-ში მოხდა საბედისწერო E3 Electronic Entertainment Expo. ორივე კონსოლი PlayStation პირველიც და Sega Saturn-ით სექტემბერში უნდა გამოსულიყო. Sega-მ კონფერენცია პირველებმა ჩაატარეს, აჩვენეს კონსოლი, გააჟღერეს ფასი $399 და გამოაცხადეს, რომ მსხვილ მაღაზიათა ქსელს უკვე გაუგზავნეს 1000 Saturn-ი და გაყიდვება დღეიდან, ანუ 2 თვით ადრე იწყებოდა. ამერიკული გაყოფილება იაპონელების მსგავსი გადაწყვეტილებისგან უბრალოდ შოკში იყო, რადგან ერთ წამში დაემსხვრათ მთელი მათი დაგეგმილი მარკეტინგი და სარეკლამო კამპანია. შოკში იყვნენ თამაშის მწარმოებლებიც, რადგან ისინი ელოდნენ კონსოლის გამოსვლას სექტემბერში. უბრალოდ მზად არ იყვნენ. ფაქტიურად Saturn-ი გამოშვების დღეს თამაშების გარეშე დარჩა. რაც ნამდვილად კატასტროფა იყო. მაშინ, როდესაც Sony-ს წარმომადგენელი უბრალოდ ავიდა სცენაზე და თქვა ერთადერთი ფრაზა. $299 და გამაყრუებელი აპლოდისმენტების ქვეშ დატოვა სცენა. ეს PlayStation-ის ფასი იყო $100 ნაკლები. ამით Sony-მ უბრალოდ გაანადგურა Sega და გახდა მეხუთე თაობის კონსოლების გამარჯვებული. თუ გაინტერესებს Sega-ს და Sony-ს ეპიკური დაპირისპირება, რომელიც Sega-მ წააგო, სპოილერი, დაწერეთ კომენტარებში, აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს, დამიჯერეთ, ნამდვილად ღირს ამის მოსმენა. ახლა კი PlayStation-ს მიუბრუნდეთ. მისი პოპულარობა განპირობებულია ასევე იმ ფაქტით, რომ სუსტი დაცვა ჰქონდა თამაშების პირატული ვერსიებისგან. Sony ცდილობდა ამასთან ებრძოლა, ის სპეციალურ დისკებსაც კი უშვებდა შავი ზედაპირით, თანაც მის დასაჭირად ლამეს მთელი კონსოლის დაშლა იყო საჭირო და Sony-მაც საკმაოდ ლოგიკურად იფიქრა, რომ ხომ არ დაშლია მთელს კონსოლს და არ დაიწყებენ ჩიპების შედუღებას დედაპლატაზე. რა თქმა უნდა, ყველა ამას აკეთებდა, ან უკვე დაჩიპულ ვერსიას ყიდულობდა.
რაც გაძლევდა შესაძლებლობას არაოფიციალური ან ეგრეთ წოდებული პირატული დისკების ჩართვის შესაძლებლობას, რაც გაცილებით იაფიღირდა და თითქმის ყველა მოსახვეებში იყიდებოდა. Sony ებრძოდა პირატებს, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი გამოუვიდათ. სწორედ გამიგეთ, კულტურა, თამაშები კი პოპულარული კულტურის ნაწილია, არ უნდა იყოს მხოლოდ მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. რომ არა Dendy, Nintendo-ს პირველი კონსოლის პირატული ვერსია, რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეში ორიგინალზე პოპულარული იყო, მე და ბევრ ჩემ თანატოლს საერთოდ არ გვექნებოდა წარმოდგენა რა არის თამაშები და თამაშების ინდუსტრია, ვინც ვერ მიხვდა ვიმეორებ. Dendy ეს არის Nintendo-ს პირატული ვერსია. მაშინ კანონმდებლობა სხვანაირი იყო და თამაშებს აქვთ არ განიხილავდა არც ერთი კუთხით და შესაბამისად ასეთი რამ შეიძლებოდა. Dendy ეს არის პოსტსაბჭოურ სივრცეში გავრცელებული და პოპულარული Nintendo Entertainment System-ის ვერსია. თქვენ თუ Dendy-ზე ყიდულობდით თამაშს, თქვენ Nintendo-ს ფულს არ უხდიდით, თქვენ უხდიდით იმ ხალხს, ვინც ეს მოიპარა. ის ფაქტი, რომ PlayStation პირველი ასე ადვილად იჩიფებოდა, გახდა მიზეზი სხვა ღირსებებთან ერთად მისი პოპულარულობისა. მაგრამ Sony ამას, რა თქმა უნდა, არასდროს აღიარებს. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რამდენად სწორი და იმ დროის ბაზარზე მორგებული მენეჯმენტით მიუდგა Sony საქმეს. უკვე PlayStation პირველის გამოსვლისას ჰქონდათ დადებული კონტრაქტი მწარმოებლებთან. ყველაზე პოპულარულიდან Polyphony Digital, Gran Turismo-ს ავტორები. ამ თაობის ყველაზე პოპულარული თამაში, რომელიც ცნობილი იყო ავტომობილების ფიზიკით და არნახული გრაფიკით. შემდეგი იყო Japan Studio, რომლებსაც კონტრაქტი ჰქონდათ სხვა მწარმოებლებთან და თამაშების ოპტიმიზაციის, ანუ მორგებით იყვნენ დაკავებული PlayStation პირველისთვის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დასაწყისში თამაშებს დამოუკიდებელი სტუდიები აკეთებდნენ, ხოლო მოგვიანებით Sony-მ გახსნა ან იყიდა საკუთარი კომპანიები, რომლებიც ექსკლუზიური თამაშების შექმნით იყვნენ დაკავებულები. ამის თვალსაჩინო მაგალითია Naughty Dog, რომელმაც შექმნა ის. Crash Bandicoot. PlayStation პირველის თავარი ექსკლუზივი ჩემი აზრით. თამაში, რომლის დროსაც ტყდებოდა 1000-ობით ჯოისტიკი, განსაკუთრებით კი ამ დაწყევლილი ხიდის გასვლისას. მეც ამ თამაშს არ გავაგრძელებ, რადგან ის უბრალოდ ცალკე ვიდეოს საჭიროებს. ახლა კი მიუბრუნდეთ სტუდიებს. შემდეგი სტუდია იყო Insomniac, რომელმაც შექმნა თამაში Spyro, პატარა დინოზავრზე. შემდგომში Ratchet & Clank ოღონდ PlayStation 2-ისთვის. მაგრამ თავარი, რამაც განაპირობა PlayStation-ის პოპულარობა, იყო CD დისკები. ამის ნათელი მაგალითია Final Fantasy 7 კომპანია Square Enix-ისგან. ეს იყო მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული თამაში, რომლის წარმოება $40 მილიონი დაჯდა. რაც ინფლაციის გათვალისწინებით $79.4 მილიონი იქნებოდა 2025-ის მონაცემებით. რა თქმა უნდა, თანამედროვე მსხვილი თამაშების ბიუჯეტი 200 მილიონსაც აღწევს, მაგრამ გაითვალისწინებთ, რომ საუბარია 1997 წლის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე, რომლის წლიური შემოსავალი $5.5 მილიარდი იყო. ხოლო დღეს იმავე ინდუსტრიის წლიური შემოსავალი დაახლოებით $194 მილიარდი, ანუ 3436%-ით გაიზარდა ფულის რაოდენობა, რომელიც მასში ტრიალებს. სწორედ ამიტომ Final Fantasy 7 მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური თამაში იყო. ის Nintendo 64-ზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ კარტრიჯების გამო, რომელზეც მხოლოდ 64 მეგაბაიტი იყო, უარი თქვეს მასზე და PlayStation-ი ამჯობინეს, რომელიც CD დისკებზე ეტეოდა როგორც ახალი და ინოვაციური გრაფიკა, ასევე სრული კასცინები, ვიდეო რენდერები და მუსიკა დანაკარგების გარეშე. ამით PlayStation-მა მიიღო მისი დროის უძლიერესი ექსკლუზივი. იგივე ბედი ეწია Metal Gear Solid Earth Hideo Kojimასგან, რომელიც მაშინ კომპანია Konami-ში მუშაობდა. დაახლოებით ამ დროს Sony და Rockstar დაძმობილდება და ამ მომგებიანი კავშირის შედეგი იქნება GTA-ს პირველი ორი ნაწილი PlayStation პირველზე, ხოლო შემდგომში GTA San Andreas-ის გამოსვლა რამდენიმე თვით ადრე PlayStation 2-ზე და ექსკლუზიური GTA PlayStation Portable-ზე. ეს ძმური სიყვარული დღესაც გრძელდება. როგორც Rockstar-ის წარმომადგენელმა განაცხადა, GTA 6-ის ტრეილერი PlayStation 5-ზე იყო გაშვებული, ხოლო საუკეთესო პლატფორმად, სადაც მისი თამაში შეგეძლებათ, PlayStation 5 Pro გამოაცხადა. შემდეგი საკულტო თამაში იყო Resident Evil პირველი. გონი მას წარდგენა არ სჭირდება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მეორე ნაწილი გამოდიოდა 2 დისკზე და იწონიდა გიგაბაიტ ნახევარს, მაგრამ Capcom-მა მისი ჩატევა მაინც მოახერხა Nintendo 64-ზე, რაც პორტირების სასწაულად ითვლება. და რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი Silent Hill პირველი, მისი ჟანრის შედევრი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური დრამა თამაშების ინდუსტრიაში. გარდა მსხვილი კომპანიებისა, Sony მხარს უჭერდა თამაშების მცირე მწარმოებლებსაც.
პოლ ჰოლმანის ინიციატივით და კენ კუტარაგის თანხმობით შეიქმნა გაყოფილება Net ia Rose, რაც ითარგმნება როგორც მოდით ერთად შევქმნით. რაღაც მსგავსი ჩვენთანაც იყო, მაგრამ კომუნიზმისგან განსხვავებით ეს იყო პროგრამა, რომელშიც გაწევრიანების შემდეგ შეგეძლებოდ რეგისტრაციისა და $750 გადახდის შემდეგ თქვენ ფოსტით მიიღებდით უნიკალურ შავი ფერის PlayStation პირველს, სპეციალური access ბარათით, რომელიც გაძლევდათ წვდომას კონსოლის კოდთან, კაბელს კომპიუტერთან დასაკავშირებლად, რამდენიმე დისკს პროგრამირების ინსტრუქციებით და მანუალებს. უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი თამაშის გამოშვება და გაყიდვა არ შეგეძლოთ. მათი თამაში შეეძლო მხოლოდ Net ia Rose-ს პროგრამის მფლობელებს, შესაბამისად მათ შავ PlayStation-ზე. ეს საჭირო იყო არასასურველი დაბალხარისხიანი თამაშების მოზღვავების თავიდან ასაცილებლად ბაზარზე. ყველას კარგად ახსოვდა 80-იანების კრიზისი ინდუსტრიაში. ის დრო, როდესაც Atari-ს, მაშინდელი თამაშების გიგანტს, მოუწია უდაბნოში ჩაეფლო მის მიერ გამოშვებული თამაში უცხოპლანეტელი, ყველაზე ცუდის სტატუსის მქონე თამაში. Net ia Rose იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, ახალი ხალხის მოზიდვის მცდელობა ინდუსტრიაში და პროგრამირებაში, რომელსაც სამომავლოდ ემახსოვრებოდათ, ვინ შეუღო კარი, მაგრამ არაფერი სხვა. 97-ში Nintendo 64-ის გამოსვლის შემდეგ, სადაც პირველად იყო გამოყენებული სტიკი კამერის კონტროლისთვის, შტაგონმა Sony შეექმნა DualShock-ი, სადაც დაამატეს ორი სტიკი და ვიბრაცია. დიზაინი იმდენად პოპულარული და მოსახერხებელი აღმოჩნდება, რომ თითქმის უცვლელი ფორმით იარსებებს 2014 წლამდე. შემდგომში Sony გამოუშვებს ეგრეთ წოდებულ PS1-ს, მცირე და ბიუჯეტურ ვერსიას PlayStation პირველისა. მასთან ერთად უშვებენ მცირე მონიტორსაც, რომელიც კონსოლზე მაგრდებოდა და გაძლევდათ საშუალებას გეთამაშათ ყველგან, სადაც კვების წყაროს ნახავდით. თამაშები მასზე გამოდიოდა 2005 წლამდე, ხოლო გაყიდული ერთეულების რაოდენობა გადააჭარბებს 100 მილიონს. 2018-ისთვის Sony გამოუშვებს PS Classics, პირველი კონსოლის მცირე ვერსიას, რომელიც ადაპტირებული იქნება თანამედროვე ტელევიზორებისთვის. მაგრამ როგორც ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, იგივეა აქაც. მოდით ეს თამაშები დავტოვოთ იქ, წარსულში, ისეთები, როგორებიც გვახსოვს და არა როგორებიც იყვნენ. მაშინ, როდესაც არ გვადარდებდა არც კადრული სიხშირე, არც გრაფიკა, უბრალოდ ვჩდებოდით და ვთამაშობდით. ნოსტალგია საზღვარი რამაა. ის დროის პრიზმაში გაყურებინებს და ყველაფერს უფრო ფერადად და ლამაზად გაჩვენებს. იმასაც კი, რასაც ფერები საერთოდ არ ჰქონდა. ეს იყო რეტრო დილეტანტი. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.